ექიმი ისეთი პროფესიაა, რომ რაც ევალება იმის ზემოთ კიდე როგორ ნერვიულობს და რამდენს უკეთებს პაციენტს. ყოველთვის არ არის ხოლმე ის შედეგი, რაც ექიმს უნდა. ხანდახან გაუგებრობაა, მაგრამ ძალადობას გამოწება ნამდვილად. რამდენიმე დღის წინ სიკვდილის პირამდე მიიყვანეს ისეცემეს პროფესორი პაატა გვეტაძე, არაჩვეულებრივი ექიმი. ავადმყოფის ბაბუა, ავადმყოფის, რომელიც თავიდანვე უიმედო იყო. უიმედო 1 წლის განმავლობაში ბავშვი 12 ჯერ იყო შეერთებული სასუნთქის მართვის სუნთქვაზე და არაერთი ოპერაცია გაკეთდა, მაგრამ ბავშვის გადარჩენა არ მოხერხდა. ამით გაგულისებულმა ბაბუამ ფაქტიურად მოკლა არაჩვეულებრივი კარგი ექიმი და დაუმტრია მანქანა, რაც არანაკლებ მის ვანდალობაზე და მის აი ამ არ ვიცი რა დავარქვა ამას. დაახლოებით რამდენიმე თვის წინ ააფეთქეს და ცოცხლად დაწვეს არაჩვეულებრივი ექიმი, კანისა და ვენერიული დაავადების კათედრის პროფესორი ბატონი ზურა ბენდელიანი. რამდენიმე ხნის წინ თვალი ამოთხარეს ქუთაისის სასწრაფო დახმარების ექიმს. დღე არ გავა, რომ სასწრაფო დახმარების ექიმებს შეურაცხყოფა არ მიაღწევს. ჩვენს მოთმინებასაც აქვს ფიალა, ექიმების მოთმინების ფიალას. აი ჩვენ ახლა შევიკრიბეთ ეს ამდენი ხალხი, რომელიც გამოთქვამს ამაზე პროტესტს. ვინმეს რამე სადავოა ექიმთან არსებობს ამისთვის ორგანოები სამართალდამცავი საკუთრებად უყურება. ზათავად თითოეულ ჩვენ ნაბიჯს თითოეულ ჩვენ მედევაზე ვაგვიყვანს. ექიმები ასად არ გაბიან, ასად არ იმალებიან, ყოველთვის არის ის, რომ ექიმი პასუხს აგებს, თუ რაიმე შეცდომა ქონდა. არ გავუგივართ პასუხისმგებლობას და გვინდა რომ ეს პასუხისმგებლობა ჩვენ დაგვაკისროს არა მშობელმა, არამედ სამართალდამცავმა ორგანოებმა. ექიმი ყველაზე უბედურია, როდესაც პაციენტი გარდაიცვლება. ასეთ დროს თუ კანონი არ იცავს და ვიღაცა გაგულისებული გადაიტანს თავის გაგულისებას იმაზე, რომ ექიმს ხელით შეეფოს, აბა სახელი არ ქვია. ვანდალიზმი შეიძლება დაერქვას, მეგონი უფრო უარესია. თუმცა მე ძალიან უხორხულად ვფიქრობ თავს, როდესაც გაჭირვებულია ის კაცი, ვინც ეს ჩაიდინა, მაგრამ ზოგადად რა მიყვანა აქამდე ამ მიზეზებს უნდა მოძებნა. ამისი ფესვები ცოტა ღრმადდევს, იცით, აი ჟურნალისტებიდან დავიწყოთ. ექიმების ლანძღვა ჩირადული ძალიან ადვილია. სენსაციური თემები გონიათ ეგა და სალანძღავი თუ არის, ამას არ ვინ არ კითხულობს.